რუსთავში ქორეოგრაფიული კონკურს-ფესტივალი ქართული დაიწყო. საფესტივალო სივრცეში მოწყობილია სხვადასხვა სახის აქტივობები. ფესტივალი 20 საათზე უკვე რუსთავის ცენტრალურ პარკში კონცერტით გაიხსნება. საფესტივალო სივრცე ქართული ფოლკლორის მოყვარულებს 10 დღის განმავლობაში 5 მაისამდე უმასპინძლებს. კონკურს-ფესტივალში წერს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩასული 26 ანსამბლი და 3000-მდე მოცეკვავე იღებს მონაწილეობას. კონკურს-ფესტივალი ქართული რუსთავში 2024 წელს დაარსდა და ყოველი წლის გაზაფხულზე იმართება. სხვადასხვა რეგიონებიდან არიან ხალხური რეწვის, სხვადასხვა პროფესიის ადამიანები წარმოდგენილი და ძირითადად ეს პროფესიები სახელოვნებოა და ის რომ კულტურულ ინდუსტრიებს შეუწყოთ ხელი და მეწარმეობას შეუწყოთ ხელი, მათ შორის ვნახე რომ მართლა ბავშვიც და დიდიც არის ჩართული, ეს არის ცალსახად მისასალმებელი. კიდევ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ქორეოგრაფიულია ეს ფესტივალი, რომელიც დღეს-აღამოს იხსნება. Არშანდელისგან განსხვავებით ორჯერ უფრო მეტი მონაწილე იქნება ამ ფესტივალში. თვითონ მნიშვნელობაზე მინდა გავამახვილო ყურადღება, რომ ქართული კულტურა და ქართული ხელოვნება ეს არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი მიმართულება, რის რაც ამტკიცებს ჩვენს თვითმყოფადობას და მაიდენტიფიცირებელი არის ჩვენი ქართველობისა მთელს მსოფლიოში. შეგიძლიათ რომ 10 დღის განმავლობაში ეწვიოთ და მიიღოთ მონაწილეობა სხვადასხვა აქტივობაში. ფესტივალი ქართული არის მნიშვნელოვანი ჩვენთვის, იქიდან გამომდინარე, რომ ქორეოგრაფიის ხელშეწყობისთვის ეს ფესტივალი ძალიან ბევრ კარგ საქმეს აკეთებს.